გია, რას გავს აქაურობა რა? ორი თვე ვერ მორჩები ამის დალაგებას. აი, ნამდვილად არ მეგონა რა, მაგრამ რომ უშენობა ასე გაგვიჭირდებოდა რა. მართლა რას გავს აქაურობა რა? ძალიან არეულია ყველაფერი რა. შენი ოთახი ისეთი დასალაგებელია, ამის ლაგების თავი არ მაქვს ეხლა და ხორჯობი ამოვაშენოთ. შენ ბეკას ოთახი უნდა ნახო, რამდენი მტვერია. იმას რომ მოწმენ, დარწმუნებული ვარ 10-15 კვადრატული მოემატება ოთახი. რა ეს ჭურჭელი რა არის, რას გავს რა? ისი რა მარტო გასარეცხი კი არ არის. შეურაცხყოფილიცაა. ბექუნა სად არის? რა ეს ისეთი რაღაცეები ეს რა მეგონი ნაგავს გავაყოლე. აი, ხო, გეხმარები. გასარეცხები შეეგდება სადმე. ხედავ გულს რა. აი ეს რა არის რა? ოთახში მაინც შეგეყარათ. ამასაც ხომ მე არ ვჭირდები არა. ცადე კაცო, ცადე, მაგრამ ადგილი აღარ იყო. მართლა არ არის ადგილი. გია, ეს სოუსი აქ რატო ასხია? რაც შეეხება სოუსს. ეხლა უყურე, აი სანამ ეგ სოუსი მანდ აღმოჩნდებოდა, თვითონ იატაკი იყო მოსაწმენდი სხვათა შორის. ხოდა, მე და ბექამ ეს რომ ნახეთ, გადავწყვიტეთ რომ შედი გაკეთებული სოუსი მანდ მოგვესხა და გვეგონა რომ მე ლაშა შემოვიდოდა და ყველაფერს ალოკავდა, მაგრამ არის გადავაშვა. საერთოდ რას ჭამდით შენ და ბექუნა? ყველაფერს მაგრამ. რას ნიშნავს ყველაფერს? გია, ეხლა არ მითხრა ის გაფუჭებული კარტოფილიც შეწვით და შეჭამეთ. მარინა, ყველაფერში მარტო გაფუჭებული კარტოფილი არ შედის. გეუბნები, ყველაფერს ჭამდით. სოდა, საფუარი, ზეთი, ზარი. მოკლედ ყველა. ლაშობია, შენ ისევ ნინოს გამო ხარ მოწყენილი? კი. ისეთი მოწყენილი ვარ რომ ვერაფერი ვერ გამახალისებს. ვერც სარდელი? ვერც სარდელი. ლაშობია, ნახე. დადან. სარდელი. დედამ დაგიტოვა, გაიხარდებაო. აი, ხედავ, ელენეს გავახსენდი. ნინოს კი არც გავხსენები ვარ, არც კი დაურეკავს ჩემთან. მე მგონი პირიქით ახსოვ ხარ და იმიტომ არ გირეკავს. შეიძლება ვახსოვ არ კიდეც, მაგრამ ჩემ თავს ვასიკო ამჯობინა. ვასიკო. კიდე გაშტერდა რა. ლაშაბიძია ცუდად არ გამიგო, მაგრამ ერთ შემოგარტყავ რა. რასიზა? შემოგარტყავ. შემომარტყავ კი არ წესია დილაპარაკი. პანჩური. რა პანჩური გადი იქით კაცო. ერთი წკიპურტი. წკიპურტი იქნება ეხლა მართლა რა. ერთი მარტო ერთი რა, ერთი. წესიერად. რო გიჩქმიდა? რა უნდა მიჩქმიდო კაცო შენ? აუ გეხაწები რამეს გიზეო რა. არა რა, ვეუბნები ელენეს, ვეუბნები რომ დიდხანს ნუტოვებ მეთი ამბავს პაატასთან, მაგრამ არა, აჰა. შენ ბევრს რო ტლიკინებ აქ, იმეცადინე, ჰა? არა, ლექსი მაქვს სასწავლი, მაგრამ ისეთ ცუდ ხასიათზე ხარ, სასწავლად გული არ მიმიწევ. კარისკენ ხომ მიგიწევს გული, ხო და მიდი გააღე ხლა. კაი. ხო, როგორ შევთანხმდით, ხო? ხო, ნახოთ რა. ხო, დილით როგორც მოვილაპარა, არ უნდა შეიცვალოს ახლა. კაი. ხო, დურო მომისმინე ის არაფერი. სამისთვის იყოს ყველაფერი, კარგი? კაი, დურო, კაი. კაი. გამარჯობა მეზობლებო, გამარჯობა. ბავშვი შეგიძლიათ იჭიქა წყალი მომიტანა. ოღონდ ოთახის ტემპერატურაზე იყოს გამთბარი და ორი ყინული ჩავაგდე. კარგი? კარგი. პატა, ეს დაცვაში დაიწყე მუშაობა? მარტო იმის ბრალი კი არ არის, რამდენიმე დღე დედაჩემთან რო ვიყავი წასული. ეს არის შენი უმუშევრობის და უსაქმურობის ბრალი. აღარ იცი რა აკეთო და აი. არ გინდა, მაგრამ ხო გითხარი, როგორ რაღაცას ველოდები და
ვიცი, მითხარი. და იმ რაღაცას ელოდები პაატასგან. და პაატამ რომ ვინმე სამსახური დააწყებინოს, ესეთი რამე ჯერ არ გამიგია და რანაირად ხარ მაგის იმედზე? მარინა, ქვეყანა ასეთი პარლამენტის იმედზე და ეხლა მე რა უფლება მაქვს? პაატას იმედზე არ ვარ. ისე მითხარ რა ვიცი, დავიჯერე რა. კაცი დააწინაურეს, კაცო, სამინისტროში მუშაობს. იცი რა მაგარი რემონტი გავუკეთებია თურმე? ხოდა სადახანე დავედოთ, რაღაცა იქნება. გია. იცი რა, მე მაინც ვფიქრობ, რომ სხვა რამეც უნდა ცადო შენ. აი ფიზიკა ხო იცი კარგად. ფიზიკა ვიცი. ხო და მოგიყვან ვინმე ბავშვს და მოამზადე დამატებითი შემოსავალი გექნება. კარგი, რა ბავშვი, მარინა, ამასინათ კვერცხი ვერ მოამზადე წესიერად. და სამფაზიანი ტრანსფორმატორების მერე ეხლა ერთუჯრედიანი ბავშვის მომზადება რაღაცა არ მეგონა. გია, გეხვეწები, არ დაიწყო ეხლა რა ძალიან გთხოვ. მოგიყვან ერთ ბავშვს, აი დედამისი მასწავლებელს ეძებს, ხო, ჩემი მეგობარია. რა მოხდება, ერთი გაკვეთილი ცადე რა. კარგი, ვიცი, შენ ეხლა მაგას არ დაეშინე და კარგი, უთხარი მოვიდეს, იქნება რამე არის ვასწავლე. ცდი. ვენა თავსული ყავი ეგურ ჰესზე რომ ეპატიჟებოდნენ სამუშაოს რა. რა გინდა, შვენიერი გარემოა. ჩემი ბიჭები რაღაცა ზუკა, ირაკლი, ვირიავთო. მე ტყე, მდინარე, კაშხალი, ტურბინები, ოკუპანტები. რომანტიკა, რა გეუბნები. აი, თვე დაჭკვიადი, მე მგონი უფრო მეტი სერიოზულობა გმართებს, ხო? რა შეიძლება დავუკავშიროთ ეს ყველაფერი პაატა? ნუ რა შეიძლება და მე ხო დამაწინაურეს. ხო და ისი პაატა ვარ, თავში რო არ მივარდეს ახლა ხო? აბა, რა სიტყვით ახლა? შემაფასეთ როგორ მოგწონთ ახალი პაატა? ვაკიერე, წყალი მოგაგშე. ისა, ოთახის ტემპერატურის წყალი არ გვაქვს. კარგი, მაშინ ონკანის წყალი ავსე და დადგი და საღამო შემოვალ და დავლე. პაატა, ბატონო? რა არის ახლა იცი? გიყურებ და ხვდები რომ აი რაც გიხდება, აი ეგ არ გიხდება. აი თითქოს ყველაფერი ნორმალურად არის, მაგრამ შენ თავი თუ არ შეიცვალე, ისე არაფერი არ გამოგივა. ღმერთო ჩემო, რამდენი ბოღმა ამ ქვეყანას. ლაშა რა არის? მე მგონი ჯობია რომ დიდი კაცივით მოიქცეთ. პატარა ბავშვივით იქცეთ. ხო ხტები, შეცვალე რაღაცები, შეიცვალე და ცოტა დასერიოზული, კარგი? ხო, და რაზე შემოვედი ახლა? რემონტს ხომ მორჩი? და საღამოს უფროს ვაკეთებ და გეპატიჟებით, ხო? რემონტს მოიცადე. მე როდის დაიწყე, ან როდის დაამთავრე, მე ხმა საერთოდ არ გამიგია. რას გაიგებდი? ალუჩა სიმხელაზე ახრამული რომ არ აი, ხო ისე მიყვარს რომ ახრამუნებ. კაცო, შენ უთხარი ელენეს, მე უთხარი რომ ნუტოვე პაატასთან მეთქი ამბავს დიდხანს, მაგრამ არა. ნუ რაო ისე იგი პატიჟებს სუფრას. ხო, სუფრას ვაკეთებ ლაშა და სხვათა შორის მარტო დასაპატიჟებლად კი არა, შენს გასაფრთხილებლად შემოვედი და გაფრთხილებ ახლა ლაშა და ყურადღებით მომისმინე და არ დაგავიწყდეს. ჩემ თორემ ხო სახში საღამოს და ჭამას რო დაიწყებ. პირღია მარჭამა რო შპალერი არ დამისვა რო, გაიგე? ხო. შეგიძლია ჩაიწერო. არა ხარ შენ ნორმალური არა ხარ რა. არა, თითქოს ხარ ვიღაცა რო შემოხედავს ნორმალური ხარ, მაგრამ მე ხო ვიცი რომ არა ხარ ნორმალური. გამანები ლაშა თავი გამანები რა. ისედაც იმდენი საქმე მაქვს შენი მოსმენა არც მინდა. წავედი ახლა მე. ხო და რა ქვია? სხვათა შორის რო იცოდე შენ, ვაჟ ბატონო. რამდენი ცოლიც ყავდა შენ, იმდენი ხელქვეითი მყავს ახლა მე. გაიგე? ხო, კარგად დაიმახსოვრე. ბავშვი საღამოს დამირეკე. არა, აი 10 წუთი იყო შემოსული და ერთი სისულელი არ უთქვამს რა. შენ არ იცი პაატას რო უცხო პლანეტელებმა ტვინი გადაუნერგეს და იმიტომ ახლა ესეთი. პაატამ გითხრა ეგა? ხო. არა. ისე მართლა რო გადაენერგათ უცხო პლანეტელებს პაატასთვის ტვინი. რა წარმოქმნა ექნებოდათ ადამიანებზე, ა? ესეც ასე. ძალიან ბევრი საქმე გავაკეთე. ეს მეოთხე ფანქარიც გავთალე, ხო და ეხლა უნდა დავისვენო. არა ესე არ მომწონს, რაღაც უნდა შევცვალო. აი ესე ჩუფია. მიყვარს ეს წელი რომ ეჭემება ხოლმე. გამარჯობა ბატონო პაატა. გელა.
როგორ შემოხვედი გელა არც ხვენია, ჰა? ხო დავაკაკუნე. დააკაკუნე კი არა, გადიეხა და მდივანი გააფრთხილე მზღოლი მოვიდა უთხარი. ჰა, მიდი. რასკი დავაკაკუნე. ბატონო პაატა, თქვენი მზღოლია მოსული და შემოუშვა? კი. გამარჯობა ბატონო პაატა. გელა რასაკეთებ? რამდენჯერ გითხარი რომ დააკაკუნე და ისე შემოდი. გაგაფრთხილე ხო მე მგონი? ხო, მიდი. მოგძანდით? ვა, გელა როგორ ხარაშვები? როგორ ხარ? მოდი დაჯექი. გელოდები სათხარა დაჯექი, გელა. აბა მე მგონი ჯობია რომ ეგრევე საქმეზე გადავიდეთ, ხო? აბა რა სიტყვი გელა, როგორ მოგწონს ჩემი ახალი შავარ კოსტუმი? ეს კი ვიცინე უკან, მაგრამ მაინც კიდე მეცინება. გელა რა გაცინებს გელა? რაღაცა შენ რაც დაგავალე ისე თუ გააკეთე მითხარი. კი. ის ცუდი სიმღერების დისკი თქვენ რომ მომეცით წავიღე და მინისტრის მძღოლს შეუცვალე. აუ რა მაგარია გაგიზდებია რომ ჩართავენ რა მაგარია. ხო. რა მგონია? არა გონი რატო? ის დისკი რომ წამოვიღე იქ უარესი სიმღერებია ჩაწერილი. და მე? უკან შევცვალე. უკან შეცვალე? ხო, კარგი მაშინ ის დისკი პირველ დისკი წამომიღე მე ხო? მე მოусმენ. მიყვარს ეს სომხური ფოლკლორი და. კარგი მეტი არ აქვს თავისუფალი ხარ შეგიძლია წახვიდე. აი. რა? ბატონო პაატა, ის ანეკდოტი იცი? კი, ვიცი გელა ძალიან სასაცილო არის, ვიცი დიდი მადლობა. ერთი კაცი აჩერებს ტაგს და ეუბნება. კანდელაკზე ხუთლარად გამიყვანა. გელა ძალიან სასაცილოა, ვიცი, ძალიან თუ საქმეზე დამდა. ის ტაქსის მძღოლი პასუხობს, ხუთად ვერა, 4-ად გაგიყვანა. ვა, მართლა დამაინტერესდა მე? მე ეს კაცი კარს უხურავს და ეუბნება, არა უშავს, სხვას გავაჩერებო. ხო, ხო. მე? მე? მე საერთოდ ისეთი ადამიანი ვარ. ხო. არც სამსახურში დაგვიანება, არც სამსახურიდან ადრე წასვლა, არც ეგეთი რაღაცები მოკლედ არ მიყვარს. მე მეგონა ანეკდოტს აგზელებდი და მაგის თქმა გიბოდა? არა. მოკლედ ის მინდა გთხოვოთ, რომ შეიძლება დღეს ცოტა ადრე წავალ და ხვალ ცოტა დამაგვიანდება. რას ქვია დღეს ადრე წახვალ ხვალ ცოტა დაგაგვიანდება? სად მიდიხარ? ერთ ადგილას მივდივარ. ერთ ქალს უნდა შევხვდე და გელა, მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია. სამწუხაროდ უარი უნდა გითხრა. სამსახურის და პირადი გზნობების ერთმანეთში არება არ შეიძლება. მოდიში. რატო, ბატონო პაატა, ყველაფერი გავაკეთე რაც დამავალეთ. თქვენი კეტები გამოვცვალე. ხო. ის 2 კილო ალუჩა გიყიდეთ. ხო. და ისიც სამსახურის კიბეებით დავთვალე 37. 37-ია? ვა. ერთი რატო აკლია? ხო, კარგი. კარგი, მოკლედ, კი ბატონო, მაშინ წადი გიშებ, ოღონდ გელა მანამდე დიღომში უნდა მასე იქნო, ხო? 10-15 წუთი მაქსიმუმ დამჭირდება მე. კი ბატონო. კაი. კაი. ბატონო პაატა, ის ანეკდოტი იცი? ვიცი, გელა ძალიან სასაცილო იქნება, პირდაპირ საქმეზე გადადი, ძალიან გთხოვ რა, ვიცი. ბატონო, რაღაცა მინდა გკითხოთ. აი, იმ ხალთან რომ მივალ, რა აუტანო, ხო ვერ მირჩა. იცი რა არის გელა, შენ ისეთი ტიპის კაცი ხარ, წესით მოხარშული დედალი უნდა აუტანო. მოხარშული დედალი კარგია, მიყვარს. ხო, ისმის ხო, კარგია, მაგრამ არ შეიძლება და ამნუ ყვავილები აუტანე. ყვავილები? ფული გაქვს? კი, 5 ლარი მაქვს. 5 ლარიანი ყვავილები უნდა უკიდო? ხო, აბა 10 ლარიანს ხო არ უყია. შარლის სტერონია. ალბათ არ არის შარლის სტერონი. კარგი გელა, კარგი, გიშებ, ოღონდ დიღომში სეირნობა არ დაგავიწყდეს. კი, ბატონო. კარგი. ურმეს მადლობა. კარგი, ბატონი ჩამოვა, კარგი. კარგად. დივან მომისმინე, მე ახლა უნდა გავიდე, რაღაც პატარა საქმე მაქვს, 10-15 წუთი მეყოფ მაქსიმუმ დავბრუნდები, ხო და რო შემოვალ, მაგიდაზე გასათრელი ფანქრები დამიტოვე, ახლები, კარგი? ხო. და გელას უთხარი მძღოლს რო ჩამოდის პაატაო, კარგი. და დივან არაფერი. მეგელა, ხომ გითხარია რა სახლში არა მომაკითხო თქო არა? მეთქი იმას გავუკეთებ მეთქი, რა ქვია იმას, სუპრის. გელა, რა საკეთებ გელა? რა საკეთებ? ქეჩებზე რატო არ დგეხარ? ამიდა. რამდენჯერ გითხარება? სამზარეულოში ხო ონკანი კარგად მოუჭირებით კი ონკანს ხო? ვაიმე ღია დამჩა? ხო, ღია დარჩა, ხო.
გამოვაკეთ ის ფანჯარა, გამოვაკეთ თორე ლოყები როგორ თაწეთებული ვერ ხვდებით? ამიდა. გელა. ეხა მომისმინეთ. იცოდე არაფერი არ დამიმალოთ. არაფერი არ დამიმალოთ. რა სიტყვით, როგორ მოგწონ ჩემი ახალი თანამდებობა. გადასარევი. მეც ეგრე მეკონა. მადლობა. რა გემრიელიმურობა, მამიდა. გელა, შენ აქ რა საგეთებ? სტუმარი მოგივიდა, მამიდა გენაცვალოს მე გავალახელ და ხეს აღარ შეგიშვით. რა იცით ეს ამ საქართველოში რა? დაინახავთ ქალს და მამაკაცს ერთად და დაიწყებ ჭორაობას, გარჩევას, მითქმა-მოთქმას, რაღაცებს ფიქრობთ, ეჭვის თვალით მიყურებთ. არაფერს, ისევ დგავარო. გელა, აქ რა საკეთებ მეთქი? ხოლდილით ხო უნდა გამომევლო თქვენთვის და დასაყოვნად კი მერე? ხო. მე ვიფიქრე ცოტა ადრე მოვალ რომ არ დამაგვიანდეს. გელა, გეკითხები, ეხლა და მიპასუხე. აქ რატოდ გახარ გელა? აქ. კონკრეტულად ამ ადგილას? ისე არაფერს. ანუ? დიახ. ანუ დიახ რა, დილით რომ მეუბნებოდი რომ ვიღაც მომწონსო? რისი თქმა გინდო რომ ის ვიღაც მე ვარ? რა თქვენ? მე მეგონა მამიდა თქვენზე იფიქრებდით. გელა, მამიდა ჩემზე რატო უნდა მეთქრა მითხარი? ჯერ ერთი მე მამიდა ჩემზე ბევრად ახალგაზრდა ვარ, ბევრად სიმპათიურად ხო, და ჯერ ესეთი პაიმანზე თუ მიდიოდი, აქ რა გინდანეთ გიკითხები? არა, უბრალოდ შემოვიდი მეკითხა. ხო კარგად გამოვიყურები. ყვავილები ხო კარგია, ხო მიხდება. კარგი და გელა რა. ყვავილები და ბამბის რა არის, რა ქვია, შამპანური, ბამბანდერკა ვერ იყიდე? ბამბანდერკა არა. არის ხო კარგი ბამბანდერკა. ხო. წავალ ახლა მე და მოიცადე ცოტა მამიდა. ძალიან ხო შეხედე რა. ეგ ქალს რო ეს მოეწონება, აი ესეთი ადამიანი. იმ ქალს თავში ტვინი აქ საერთოდ. აბა, აქ ქალს თავში ტვინი? არა, აქ რა თქმა უნდა, გამატარეთ უნდა გამოვიწყო. ამას რო შეხედავ ახლა. და იმ ქალს ახლა ჭყუა აქ თავში ეს რო მოეწონება. ხო, გამატარე, უნდა გამოვიცო, გამატარე. ვაიმე, მგონი ვერ მიხვდა, ვერაფერს და ჩქარა წავიდე, თორე შემოვარდება ისე. ხო გამოგიჭირეთ. მაგრამ რაში გამოგიჭირეთ? წავალ გამოვიცვლი. აი, ეხლა რა საგიხსენი? კი, გავიგე. ესე მარტივად ფიზიკა, ჩემთვის არავის აუხსნია. ფიზიკა. ანუ ესე რაც გელაპარაკე, ყველაფერი გაიგე რა? კი, ყველაფერი აბსოლუტურად. რა გაიგე, ნუკრი რა? 1 საათია სხვა საგანზე, ისტორიაზე გელაპარაკები. რა ვქნა მას? თავიდან რომ მეუბნეოდით გამარჯობაო რაღაც აკყევით და მერე ჩამოგიჭ. მე მესმის ნუკრი, ხა შენ ალბათ ხელავ. ცოტა დაძაბული ხარ, მაგრამ ვიცი რა, უნდა მოეშვა. და მთელი კონცენტრირება უნდა მოახდინო ფიზიკაზე და იმ საგნებზე, რომელიც მე-9 კლასიდან მე-10-ში გადასასვლელად გჭირდება, გაიგე? მე არ მეზარება, ჩემო კარგო. ხო და მართალია უკვე მე-10-ით, მაგრამ კიდევ ერთხელ ყველაფერს თავიდან აგიხსნი. ამიხსენით, არც მე არ მეზარება, მაგრამ არ მესმის ეს ფიზიკა და რა ვქნა? რა უნდა ქნა, იცი? უნდა ილოცო. უნდა ილოცო, რომ მე ახლა წყობილებიდან არ გამოვიდე. დაწყნათი. ამიხსენით და მოგისმენთ კიდევ ერთხელ. შენ ეთქმა მართლა არ გესმის, რასაც გეუბნები და მეგონი ცოტა უკრინდან მომიწევს დათქვა, ხო იცი? კი, მოდი ასე ვქნათ რა. ესე იგი, ჩვენ მოდი დავიწყოთ მიზიდულობის ძალის შესწავლა. კარგი, შენთვის ეს უფრო ადვილი იქნება. მოკლედ, ნიუტონმა ამ ძალის შესწავლა დაიწყო რის შემდეგ? მას შემდეგ, რაც
მას შემდეგ რაც თავში დაეცა ას თავში დაეცა ვაშლი მოიცა ეგ მაგას დაეცა თუ ადამს დაევას მაგასაც და იმათაც ოღონდ ამას კეხურა და იმათ გოლდენი ვაშლი რომ დაეცა მაგით რას მოხდა რომ დამწიფდა მეც ვერაფერს ისა მეგონი კიდე უფრო შორიდან უნდა დავიწყო რა არ გამოვა ეგ უფრო შორიდან დაწყება არ მიყვარს ეს ფიზიკა და რა ვქნა აბა რა გიყვარს გამაგებინე ერთი ქართული ქართულს კარგად სწავლობ არა მაგრამ მიყვარს ნუგრი შენ ახლა ან რაღაცას მოვტყვი არა მეგონი დამცენი არა მას რა კაცო აბა მთელი დღე გელაპარაკები და როგორ ჩემი ნალაპარაკებიდან ერთი სიტყვაც ვერ გაიგე რა ვქნა მას მე გეტყვი რაც უნდა ქნა რა უფრო მარტივად აგიხსნი დარეკე სკოლაში და უთხარი რომ იქ ბომბია ისი ნიჭიც გაქვს შვილს იმას ვასწავლე ისი რომ სკოლაში სწავლობ 194-ში დირექტორი ალბათ ახლობელია რა კი ბიძა ჩემია რა რა უნდა იყოს მეცხრე კლასში ხარ მეტი რა უნდა იყოს შეგიძლია ეს აი მითხრა ზოგადად მაინც რა იცი ფიზიკაზე აი მაინც მითხრა რა და ორ შაბათს გვაქვს მეხუთე და ხუთ შაბათს გვაქვს პირველი გაკვეთილი მარინა რაღაცა უნდა გითხრა მე მგონი მე ძალიან დიდი ცოდვა მაქვს ჩადენილი და აი იმის გამო ვიჟები ასე გიამას მე რა მაინტერესებს იცით ეხლა ჩვენ როგორი ტემპით მივდივართ რა ვიცი ეხლა აბა როგორ მეც ვერ გავიგე როგორი ტემპით მივდივართ სადაც არ მესმის ეხლა შენ წელს გინდა მეცხრედან მეათეში გადავსვლა თუ ისე ზოგადად ცხოვრებაში ოდეს მე და ნუ თქვენი აზრით მე წელს მეათეში ვერ გადავალ ეხლა შენ მითხარი რომ ხუმრობ თორე იცოდე გეცემი მოვცე გია მარინა არ იცის და აუხსენი მე გითხარი დილით გითხარ რომ არ მინა ბავშვების მოზადება პატა რაღაცას მომიხერხებს გეუბნები მიშოვი სამსახურს მითხარ რომ მინისტრის მოადგილე მოვა ჩემთან სტუმრად და დაველაპარაკები შენ სამსახურზე კიდე პატას იმედი გაქვს და მაგის გჯერა მაქვს მაგის იმედი თუ ისე მითხარ რომ რაღაცა ეძმჯერა რა ამ ბავშვს არ უნდა არაფერს სწავლა რა გია იცი რა გინი ცოტა გაუბრაზდი ცოტა გაუბრაზდი და შეეშინდება ასე ვისწავლე მასწავლებლობა მე გაუბრაზდე იბატონო ესა ნუგრი ეხლა ყურადღებით მომისმინე შენ აი ეხლა მაგასაც მე დაგავალენ შემდეგში რომ მოხვალ თუ მოხვალ ისწავლი და ყველაფერს ჩამაბარებ და თუ არ მოხვალ მაინც ისწავლი და ვისაც გინდა იმას ჩამაბარებ კარგი დაწყნადი ბოდიში წავედი მე როგორ გაბრაზდი გია რას ნიშნავს სიტყვა ცოტა მე გითხარი ცოტა გაუბრაზდი მეთქი მე ვიცი რასაც ნიშნავს სიტყვა ცოტა და ეხლა გთხოვ ცოტა ხანი თავი დამანებო ან შეგიძლია ცოტა საჭმელი ამისხა სადაც იქნება ბევრი ხორცი ბევრი სხვადასხვა ცოტას ანტონიმია პატა სახში ხარ? პატა. მოხოდით. აბა, რა სიტყვი გელა როგორ მოგწონს? აბა, რა სიტყვი გია როგორ მოგწონს აქაურობამ? რა ვიცი, ძალიან მაგარია პატა რა. მეგონი ეხლა უკვე მე გამოვაგრები იქ დამხრიდან. არა ვარ მე ნორმალური რა. როგორ ვამბობდი პატაზე არ არის ნორმალური თუ? ფიქრე და ზუსტად ჩემი შესაფერისი სახლია. ის გამოთქმა ახ გაგიგიათ, ლამას სახლში ლამაზი სულიაო. მოკლედ, რას გახართ?
ლაშა რასაკეთებ, ლაშა რასაკეთებ. ლაშა რო შემოჯლაგუნდი ამ შენი ფლოქვებით. ვერ ხვდები ხა? ვერ ხვდები რომ იატაკს დამისვრი ხა? მიდი ხუწა. მიდი რაღაც კეჩები მოუძებნა მიეცი. კეჩები? ხო, კეჩები მოუძებნა მიეცი. არ არის კეჩები, რა ვიცი, არ არის კეჩები, მოდი ესე უნდა ირგი აქ. ხო. კარგი ვიხუმრე, ხო? შემოდი. მოდი. ნელა, ფაქიზად, ლაშა, ნუ კაცრავ ფაქიზად. არ არის ეს ნორმალური, არ არის, არა, ხო, მამოქო, არ არის ნორმალური თქო რა. დაჯექი გია, დაჯექი. ხო, ახილი. მოკლედ, დიდი მადლობა ჩემო მეგობრებო, რომ მესტუმრეთ და დიდი მადლობა. ჩემო მეგობრებო, რომ მესტუმრეთ, დამაფასეთ და მომილოცეთ ახალი სახლი. აი ახლა შეგიძლიათ ზოვო. ბადა, კაცო, ასე უცებ, ასეთი მაგარი რემონტი. როდის მოასწარი, კაცო, როგორ მოახერხე? კითხა, რა ხდება იცი? ეს დამავიწყდა აქ ფოტოშოპის საქმე და ძალიან მაგარი საზურგი ამოვაშენო. ცოტა ის შემოვრჩა, რა ქვია, ბაზალტის ქვა შემოვრჩა, ხო, საწოლიდან და აქ მე გავაკეთებ ესე და როგორ მოახერხე ეს ყველაფერი და ნუ რაღაც თანხა მამიდა ჩემს კონდა გადანახული. მე ცოტა მეც ხო დამაწინაურეს თანამდებობის პირი ვარ და სესხი მივაშველე ცოტა ჩემი ხელფასი და მე ესე მუშები შევასია და ხო ხდები როგორც ხდება ხოლმე. ლაშა შენ რა სიტყვი რას მიყურებ, რა ჩუმაძი ხარ? მითხარე რაღაც აბა. რა ვცდილობ ბოღმისგან არ გავსკდე და არ დაგეშვა ვაკავ. მართლა ძალიან მაგარი სახლია. კი, ისეთი მაგარი არ ვეხლა აქ. პაატა და დოდო კი არა, პატრიკი და დომენიკი უნდა ცხოვრობდნენ. ხო, და შენ კარებში უნდა იდგე შვეიცარად. ლაშა რა არის? და ჩემოგია, მე ახლა ახალი პაატა ვარ, დაწინაურებული პაატა. და თქვენ ახლა უკვე შეგიძლიათ ჩემი ცხოვრების ბინძური დეტალების გახმაურებით გახდეთ პოპულარულები. აბა. არა პაატა, შენ ჩვენთვის ყოველთვის ძველ პაატად დარჩები, რომელიც არ არის ნორმალური. ვისკის დალებთ? ვისკის? ვისკის დალებთ? კი. დალებთ? კი, დავლებ. რა პაატათი დავიწყეთ ეს ევროინტეგრაცია, ხა? რა ჯიგარია, რა ეხლა მას ერთი კარგი გოგო უნდა და ეგ არის რა. კარგი გოგო მეც მინდა გია. აი. მადლობა. აბა. აბა. რაბა, ლაშა, რასაკეთებ? რაბა, ლაშა. ეს არის ვისკი და ნენენა უნდა წურპო, არა კამპოტი მით ჩაისხა. აბა. რა დღეში ხარ შენ პაატა? ერთი წუთი დამაცადე. რა დღეში ხარ? გამაგებინე, რა დღეში ხარ? რა არის ლაშა, გადავწყვიტე რომ ბოჰემურად ვიცხოვრო. ბოჰემური ცხოვრება უნდა დავიწყო, აბა, იცი რა არის, რომ ფიქრდები ხო ძალიან მიხდება ეს ბოჰემა. ხო, ბოჰემა და ის ზოლიანი მაისური ჟირაფი რო ახატეთ. როგორი მაისური უფრო? ვიკამათებთ. აი ხო, სანამ ვიკამათებთ. ვაიმე. ხო, აბა. ორა, აბა. აბა, რა უნდა დამეკითხა ეს? აბა, ძინებელში მაქვს ძალიან მაგარი რაღაცა. ნუ მოკლედ განათება დავაყენე ხმის სენსორებზეა რა, ხო ხდები და ან როცა ეტყვი, აინთება. როცა ეტყვი, შენ ჩაქრება, ხო ხდები? ხო, აი ესეთი რაღაცა, მაგრამ ხვალიდან უნდა შევცვალო. რატო კაცო? რა არის იგია გუშინ? მთელი ღამე ეტყობა ძილში, ხო ხდები? მაბოყინებდა რა, ხო. ხო და ერთი 10 ჯერ მაინც აინთო და გამოვიდა, მაშინ ის. მაპატიეთ, ერთი წუთით. ხო მამიდა, ხო. კი სახში ვარ. არა, მარტო არ ვარ. გია და ლაშა, ხო. გია და ლაშა, რა მოეწონათ? რას ქვია მამიდა, მოეწონათ კი არა, ერთ-ერთი მსუქანი დაიბოღმა კიდეც. ხო. გიაზე ვეუბნებ, გიაზე. კარგი მამიდა, კარგი. ხო მამიდა, რა უნდა კითხო მართლა ის პურის ჩასადების პულტი სადადე ხო არ გახსოვს ვერ პოულობ. არ გახსოვს? აი არა უშავს. არა იყოს ხო რობოტს კითხავ, კარგი იყოს. კარგი. კაი მამიდა. რა სადადო? ვის კითხავ? კარგი, ეხა მართლა გაგიჟებთ, არ ხვდებით რა. ეხა მართლა გაგიჟებთ, ხო კარგი. მე მგონი სტუმარია და
ეს ნახდათ მინისტრის მოადგილეა რა. შენ რა იცი? კაც პაატა მითხრა შეიძლება მე სტუმროსო და შენ სამსახურზე დაველაპარაკებიო და ალბათ ეგ მოვიდა. თო? შემოდგელა მოდი. მოდი. გაიცანით გელა, გაიცანი ეს ჩემი მეგობრები გია და ლაშა. ლაშა. გია მიროტაძე. გია მიროტაძე, ხო და ლაშა სუხანი ბიჭი. ლაშა. გელა? კახა მითხრა, პაატას რაღაც საბუთები გაყვალ და იქნებ მოიტანო. გამაგიჟებთ, შენ და კახა გამამწარებ და გამაგიჟებთ. რა ვიცი, წამოდი, საძინებელში მაგ დამოხდნენ წამოდი. ეგა ნახდათ გეუბნები მინისტრის მოადგილეა. ხო? რა ვიცი გია, რაღაცა არ გავდა მინისტრის მოადგილეს. ჩვენ ეტყობა რაღაცა, აი ეგეთი სამინისტროა ეტყობა რა ეხლა. პაატას არ გავს ადამიანს, მაგრამ აი გააწინაურე. ისე გია, წარმოიდგინე ახლა რა. პაატა როგორ ელაპარაკა რა, აი როგორ ელაპარაკა მინისტრის მოადგილეს და მინისტრს როგორ დაელაპარაკება, ხო? ეს ეგრა ლოგიკაა. კარგი გია რა, პაატაზე გელაპარაკები ლოგიკა რა შუაში. ლოგიკა და პაატა. ვერძოვენ ერთად. ბატონო გელა, ესე იგი პაატამ ჩემზე ხომ გითხრათ კი, მომიყვა რაღაცები. ხო, არა, ანუ ესე იგი ჩემთვის სამსახური იქნება? შენთვის? იცი რა ვქნათ? მოდი ხვალ სამინისტროში. იკითხე გელა. მომძებნე და მე მოგხედავ. დიდი მადლობა. ესე ხვალამდე არა? ხვალამდე. ძალიან კარგი. გალებ, მე მეჩქარება. კარგად ზანდებოდეთ, ნახვამდის კეთილი მგზავრობა. ყოჩაღად. დიახ. გილოცავ გია. დიდი მადლობა. მადლობა. პაატა, მაინც არ დავავიწყდი და უთხრა და ეგარია. კარგია, მაპატით მეგობრებო, ცოტა გალოდინეთ ეს ხალათი გამოიცვალეთ ჩემი საძინებლის ფესანი. ხო. კარგი, ჩვენც ახლა, წავალთ ჩვენც, ხო? კი, ჯობია. აღარ შეგაწუხებთ ჩემო პაატა. სიმართლე მოგლეთ გილოცავთ, ჩვენიერი ესე იგი რემონტია, ძალიან კარგი. ყველაფერია. ხო. აგერ ახლა ეს ვისკი დამოლევინა? კი. ხო, სამსახური მიშოვა. ხო. დიდი მადლობა, დონ. დონ? რა დონ? ჯეიმს დონ. არა ის ბონდი არ არის, ბონდია. აბა რა დონ? დონ კიხოთ? დონ კიხოთ. რანაირი სალათია ეს ვერ გავიგე რა. ხბოს ხორცი, ძრუხის ხორცი, ქათმის ხორცი უნდა და მაინც ბოლოკის სალათი ქვია. მარინა. მობილოც. რა? რადა? პაატა ელაპარაკა მინისტრის მოადგილეს, ჩემზე? ხო და ის სამსახურს დამფიდა. მეც ეგეთი ამბავი მაქვს. შენ ძველი სამსახურიდან დარეკეს, გია დაბრუნდეს თანამდებობაზე, ხელფას მოუმატებთო, საქმეს შეუმცირებთო, ხვალ ელოდებიან პასუხს. აი რაღაც არ მობეზრდათ ეს არასერიოზული შემოთავაზებები. მე უკეთესი ვარიანტი მაქვს გეუბნები რა, მინისტრის მოადგილე დამპირდა, პირადად. გია, დარწმუნებული ხარ რომ მინისტრის მოადგილე იყო? მაგრამ ახლა პაატა შტერი კი არის, მაგრამ ახლა ისეთი სულელის არ არის, ახლა ვიღაცა სხვა გაეცო მინისტრის მოადგილედ, ხო? გია. გამარჯობა. გამარჯობა ქალბატონ მადლი. გია, გეხვეწები რა. გამისკდა და თავი ფიქრით რა. თავი გამისკდა და აღარ შემიძლია დავიღლე. რა დონ გია? დონ კიხოთ, დონ ჟუან, დონ დოლო, რავი რა დონა? რა დონ გია, გეხვეწები მითხარე რაღაცა, აღარ შემიძლია რა. ტრანსფორმატორების მერე ახლა ერთუჯრედიანი ბავშვის მომზადება რაღაცა რა მეგობრებო. გია, გეხვეწები არ დაიწყო ახლა რა ძალიან გთხოვ. მოგიყვან ერთ ბავშვს, აი დედამისი მასწავლებელს ეძებს, ხო, ჩემი მეგობარია. რა მოხდება, ერთი გაკვეთილი ცადე რა. კარგი, ვიცი, შენ ახლა მაგას არ დაეშინე და კარგი უთხარი მოვიდეს, იქნება რამე არის ვასწავლი. ცდი. ვენა წავსულიყავი ეგურ ხესზე რომ ეპატიჟებოდნენ სამუშაოს რა. რა გინდა, შვენიერი გარემოა. ჩემი ბიჭები რაღაცა ზუკა ირაკლი, ვირიავთო,
მე ტყე, მდინარე, კაშხალი, ტურბინები, ოკუპანტები. რომანტიკა რა გეუბნები. აი, რითმე დაჭყვიადი, მე მგონი უფრო მეტი სერიოზულობა გმართებს, ხო? რა შეიძლება დაუკავშიროთ ეს ყველაფერი პაატა? ნუ რა შეიძლება და მე ხო დამაწინაურეს. ხო და ისი პაატა ვარ, თავში რო არ მივარდეს ახლა, ხო? აბა, რა სიტყვით ახლა? შემაფასეთ, როგორ მოგწონთ ახალი პაატა? ვაკიერა, წყალი მოგაგშე. ისა, ოთახის ტემპერატურის წყალი არ გვაქვს. კარგი, მაშინ ონკანის წყალი ავსე და დადგე და საღამო შემოვალ და დავლე. პაატა, ბატონო? რა არის ახლა იცი? გიყურებ და ხვდები რომ აი რაც გიხდება, აი ეგ არ გიხდება. აი თითქოს ყველაფერი ნორმალურად არის, მაგრამ შენ თავი თუ არ შეიცვალე, ისე არაფერი არ გამოგივა. ღმერთო ჩემო, რამდენი ბოღმა ამ ქვეყანას. ლაშა რა არის? მე მგონი ჯობია რომ დიდი კაცივით მოიქცეთ. პატარა ბავშვივით იქცეთ. ხო ხტები, შეცვალე რაღაცები, შეიცვალე და ცოტა დასერიოზული, კარგი? ხო, და რაზე შემოვედი ახლა? რემონტს ხომ ორჩი? და საღამოს უფროს ვაკეთებ და გეპატიჟებით, ხო? რემონტს მოიცადე. მე როდის დაიწყე, ან როდის დაამთავრე, მე ხმა საერთოდ არ გამიგია. რას გაიგებდი? ალუჩა სიმხელაზე ახრამუნებ, რომ არ აი, ხო ისე მიყვარს რომ ახრამუნებ. კაცო, შენ უთხარი ელენეს, მე უთხარი რომ ნუტოვე პაატასთან მეთქი ამბავს დიდხანს, მაგრამ არა. ნუ რაო ისე იგი პატიჟებს სუფრას. ხო, სუფრას ვაკეთებ ლაშა და სხვათა შორის მარტო დასაპატიჟებლად კი არა, შენს გასაფრთხილებლად შემოვედი და გამთხილებ ახლა ლაშა და ყურადღებით მომისმინე და არ დაგავიწყე. ჩემ თორემ ხო სახში საღამოს და ჭამას რო დაიწყებ. პირღია მარჭამა რო შპალერი არ დამისვარო, გაიგე? ხო. შეგიძლია ჩაიწერო. არა ხარ შენ ნორმალური არა ხარ რა. არა, თითქოს ხარ ვიღაცა რო შემოხედავს ნორმალური ხარ, მაგრამ მე ხო ვიცი რომ არა ხარ ნორმალური. გამანებელა შეთავი გამანები რა. ისედაც იმდენი საქმე მაქვს შენი მოსმენა არც მინდა. წავედი ახლა მე. ხო და რა ქვია? სხვათა შორის რო იცოდე შენ, ვაჟ ბატონო. რამდენი ცოლიც ყავდა შენ, იმდენი ხელქვეითი მყავს ახლა მე. გაიგე? ხო, კარგად დაიმახსოვრე. ბავშვი, საღამოს დამირეკე. არა, აი 10 წუთი იყო შემოსული და ერთი სისულელი არ უთქვამს რა. შენ არ იცი პაატას რო უცხო პლანეტელებმა ტვინი გადაუნერგეს და იმიტომ ახლა ესეთი. პაატამ გითხრა ეგა? ხო. არა. ისე მართლა რო გადაენერგათ უცხო პლანეტელებს პაატასთვის ტვინი. რა წარმოდგენა ექნებოდათ ადამიანებზე, ა? ესეც ასე. ძალიან ბევრი საქმე გავაკეთე. ეს მეოთხე ფანქარიც გავთალე, ხო და ეხლა უნდა დავისვენო. არა ესე არ მომწონს, რაღაც უნდა შევცვალო. აი ესე ჩუფია. მიყვარს ეს წელი რომ ეჭემება ხოლმე. გამარჯობა ბატონო პაატა. გელა. როგორ შემოხვედი გელა არც ხვენია, ჰა? ხო დავაკაკუნე. დააკაკუნე კი არა, გადი ახლა და მდივანი გააფრთხილე, მზღოლი მოვიდა უთხა. ჰა, მიდი. რას კი დავაკაკუნე. ბატონო პაატა, თქვენი მძღოლია მოსული და შემოუშვა? კი. გამარჯობა ბატონო პაატა. გელა რას აკეთებ? რამდენჯერ გითხარი რომ დააკაკუნე და ისე შემოდი. გაგაფრთხილე ხო მე მგონი? ხო, მიდი. მოგძანდით? ვა, გელა როგორ ხარაშვები? საქმე როგორ ხარ? მოდი დაჯექი. გელოდები სათხარ დაჯექი გელა. აბა მე მგონი ჯობია რომ ეგრევე საქმეზე გადავიდეთ, ხო? აბა რა სიტყვი გელა, როგორ მოგწონს ჩემი ახალი შავარ კოსტუმი? ეს კი ვიცინე უკან, მაგრამ მაინც კიდე მეცინება. გელა რა გაცინებს გელა? რაღაცა შენ რას დაგავალე ისე თუ გააკეთე მითხარი. კი. ის ცუდი სიმღერების დისკი თქვენ რომ მომეცით წავიღე და მინისტრის ბრძოლს შეუცვალე. აუ რა მაგარია გაგიზდებიან რომ ჩართავენ რა მაგარია. ხო. რა მგონია? არა გონი რატო? ის დისკი რომ წამოვიღე იქ უარესი სიმღერებია ჩაწერილი. და მერე? უკან შევცვალე. უკან შეცვალე? ხო, კარგი მაშინ ის დისკი პირველ დისკი წამომიღე მერე ხო? მე მოусმე.
მიყვარს ეს სომხური ფოლკლორი და. კარგი, მეტი არ აქვს, თავისუფალი ხარ, შეგიძლია წახვიდე. აი. რა? ბატონო ბატა, ის ანეკდოტი იცი? კი, ვიცი გელა ძალიან სასაცილო არის, ვიცი დიდი მადლობა. ერთი კაცი აჩერებს ტაგს და ეუბნება. კანდელაკზე ხუთლარად გამიყვანა. გელა ძალიან სასაცილოა, ვიცი, ძალიან. აი ესეთი ადამიანი. იმ ქალს, აი იმ ქალს თავში ტვინი აქ საერთოდ. აბა, აქ ქალს თავში ტვინი? არა, რა თქმა უნდა, გამატარეთ უნდა გამო. ამას რო შეხედავ ახლა. და იმ ქალს ახლა ჭყუა აქ თავში ეს რომ მოეწონება. მაგას არ ვიზახი. ხო, გამატარე, უნდა გამოვისურვო, გამატარე. აი მე მგონი ვერ მიხვდა ვერაფერს და ჩქარა წავიდე თორე შემოვარდება ისე. ხო გამოგიჭირეთ. მაგრამ რაში გამოგიჭირეთ? წავალ გამოვიცვლი. აი, ეხლა რასაც გიხსენი? კი, გავიგე. ესე მარტივად ფიზიკა ჩემთვის არავის აუხსნია. ფიზიკა. ანუ ესე იგი რაც გელაპარაკე, ყველაფერი გაიგე რა? კი, ყველაფერი აბსოლუტურად. რა გაიგე, ნუკრი რა? 1 საათია სხვა საგანზე, ისტორიაზე გელაპარაკე. რა ვქნა მას? თავიდან რომ მეუბნეოდით გამარჯობაო რაღაც აკყევით და მერე ჩამოგიჭდა. მე მესმის ნუკრი, ხა შენ ალბათ ხელავ. ცოტა დაძაბული ხარ, მაგრამ ვიცი რა, უნდა მოეშვა. და მთელი კონცენტრირება უნდა მოახდინო ფიზიკაზე. და იმ საგნებზე, რომელიც მე-9 კლასიდან მე-10-ში გადასასვლელად გჭირდება, გაიგე? მე არ მეზარება, ჩემო კარგო. ხო და მართალია უკვე მე-10-ით, მაგრამ კიდევ ერთხელ ყველაფერს თავიდან აგიხსნი. ამიხსენით, არც მე არ მეზარება, მაგრამ არ მესმის ეს ფიზიკა და რა ვქნა? რა უნდა ქნა, იცი? უნდა ილოცო. უნდა ილოცო, რომ მე ახლა წყობილებიდან არ გამოვიდე. დაწყნათი. ამიხსენით და მოგისმენთ კიდევ ერთხელ. არა, შეგეთყობა მართლა არ გესმის, რასაც გეუბნები და მეგონი ცოტა უკრინდან მომიწევს დაწყობა, ხო იცი? კი, მოდი ასე ვქნათ რა. ესე იგი, ჩვენ მოდი დავიწყოთ მიზიდულობის ძალის შესწავლა. კარგი, შენთვის ეს უფრო ადვილი იქნება. მოკლედ, ნიუტონმა ამ ძალის შესწავლა დაიწყო რის შემდეგ? მას შემდეგ რაც მას შემდეგ რაც თავში დაეცა რას თავში დაეცა ვაშლი მოიცა ეგ მაგას დაეცა თუ ადამს დაევას მაგასაც და იმათაც ოღონდ ამას კეხურა და იმათ გოლდენი ვაშლი რომ დაეცა მაგით რას მოხდა რომ დამწიფდა მეც ვერაფერს ცა მეგონი კიდე უფრო შორიდან უნდა დავიწყო რა არ გამოვა ეგ უფრო შორიდან დაწყება არ მიყვარს ეს ფიზიკა და რა ვქნა აბა რა გიყვარს გამაგებინე ერთი ქართული ქართულს კარგად სწავლობ არა მაგრამ მიყვარს ნუგრი შენ ახლა ან რაღაცას მოვტყვი არა მე მგონი დამცენი არა მას რა კაცო აბა მთელი დღე გელაპარაკები და როგორ ჩემი ნალაპარაკებიდან ერთი სიტყვას ვერ გაიგე რა ვქნა მას მე გეტყვი რაც უნდა ქნა რა უფრო მარტივად აგიხსნი დარეკე სკოლაში და უთხარ რომ იქ ბომბია ისი ნიჭიც გაქვს შვილს იმას ვასწავლე ისე რომ სკოლაში სწავლობ 194-ში დირექტორი ალბათ ახლობელია რა კი ბიძა ჩემია რა რა უნდა იყოს მე-9 კლასში ხარ მეტი რა უნდა იყოს შეგიძლია ეს აი მითხრა ზოგადად მაინც რა იცი ფიზიკაზე აი მე ეს მითხრა რა და 2 შაბათს გვაქვს მე-5 და 5 შაბათს გვაქვს პირველი გაკვეთილი მარინა რაღაცა უნდა გითხრა მე მგონი მე ძალიან დიდი ცოდვა მაქვს ჩადენილი და აი იმის გამო ვირჩები ასე იამას მე რა მაინტერესებს იცით ეხლა ჩვენ როგორი ტემპით მივდივართ რა ვიცი ეხლა აბა როგორ მეც ვერ გავიგე როგორი ტემპით მივდივართ
საერთოდ არ მესმის ახლა შენ წელს გინდა მეცხრიდან მე-1000-ში გადავსვლა თუ ისე ზოგადად ცხოვრებაში? ოდესმე. და ანუ თქვენი აზრით მე წელს მე-1000-ში ვერ გადავალ? ეხლა შენ მითხარი რომ ხუმრობ, თორე იცოდე გეცემი მოვწე. გია. მარინა. არ იცის და აუხსენი. მე გითხარი, დილით გითხარ რომ არ მინა ბავშვების მომზადება. პატა რაღაცას მომიხერხებს, გეუბნები, მიშოვი სამსახურს მითხარ რომ მინისტრის მოადგილე მოვა ჩემთან სტუმრად და დაველაპარაკები შენ სამსახურზე. კიდე პაატას იმედი გაქვს და მაგის გჯერა? მაქვს მაგის იმედი, თუ ისე მითხარ რომ რაღაცა მჯერა რა. ამ ბავშვს არ უნდა არაფერს სწავლა რა. გია. იცი რა გინი, ცოტა გაუბრაზდი. ცოტა გაუბრაზდი და შეეშინდება. ასე ვისწავლე მასწავლებლობა მე. გაუბრაზდე? იბატონო? ესა. ნუგრი. ეხლა ყურადღებით მომისმინე შენ. ეხლა მაგასაც მე დაგავალენ. შემდეგში რომ მოხვალ, თუ მოხვალ, ისწავლი და ყველაფერს ჩამაბარებ. და თუ არ მოხვალ, მაინც ისწავლი და ვისაც გინდა, იმას ჩააბარებ. კარგი, დაწყნადი. აუ. ბოდიში, წავედი მე. როგორ გაბრაზდი? გია. რას ნიშნავს სიტყვა ცოტა? მე გითხარი ცოტა გაუბრაზდი მეთქი. მე ვიცი რასაც ნიშნავს სიტყვა ცოტა და ეხლა გთხოვ ცოტა ხანი თავი დამანებო. ან შეგიძლია ცოტა საჭმელი ამის ხარ, სადაც იქნება ბევრი ხორცი, ბევრი სხვადასხვა ცოტას ანტონიმია. პატა სახში ხარ? პატა. მოხოდით. აბა, რა სიტყვი გელა როგორ მოგწონს? აბა, რა სიტყვი გია როგორ მოგწონს აქაურობამ? რა ვიცი, ძალიან მაგარია პატა რა. მეგონი ეხლა უკვე მე გამომაგრები იქ დამხრიდან. არა ვარ მე ნორმალური რა. როგორ ვამბობდი პაატაზე არ არის ნორმალური თუ? ფიქრე და ზუსტად ჩემი შესაფერის სახლია. ის გამოთქმა ახ გაგიგიათ, ლამას სახლში ლამაზი სულიაო. ხო, მოკლედ, რას გახართ? ყოფილვარ მე. ლაშა რასაკეთებ, ლაშა შემოჯლაგუნდია შენი ფლოქვებით. ვერ ხვდები ხა? ვერ ხვდები რომ იატაკს დამისვრი ხა? მიდი ხუწა. მიდი რაღაც კეჩები მოუძებნა და მიეცი. კეჩები? ხო, კეჩები მოუძებნა და მიეცი. არ არის კეჩები, რა ვიცი, არ არის. არ არის კეჩები, ბოდიში ესე უნდა ირგი აქ. ხო. კარგი ვიხუმრე, ხო? შემოდი. მოდი. ნელა, ფაქიზად, ლაშა. ნუ კაცრავ ფაქიზად. არ არის ეს ნორმალური, არ არის, არა, ხო, მამოქო, არ არის ნორმალური თქო რა. დაჯექი გია, დაჯექი. ხო, ახილი. მოკლედ, დიდი მადლობა ჩემო მეგობრებო, რომ მესტუმრეთ და დიდი მადლობა. ჩემო მეგობრებო, რომ მესტუმრეთ, დამაფასეთ და მომილოცეთ ახალი სახლი. აი ახლა შეგიძლიათ ზოვო. პატა, კაცო, ასე უცებ, ასეთი მაგარი რემონტი. როდის მოასწარი, კაცო, როგორ მოახერხე? გითხრა, რა ხდება იცი? ეს დამავიწყდა აქ ფათაშორი საქმე და ძალიან მაგარი საზურგი ამოვაშენო. ცოტა ის შემოვრჩა, რა ქვია, ბაზალტის ქვა შემოვრჩა, ხო, საწოლიდან და აქ მე გავაკეთებ ესე და როგორ მოახერხე ეს ყველაფერი და ნუ რაღაც თანხა მამიდა ჩემს გონდა გადანახული. მე ცოტა მეც ხო დამაწინაურეს თანამდებობის პირი ვარ და სესხი მივაშველე ცოტა ჩემი ხელფასი და მე ესე მუშები შევასია და ხო ხტები როგორც ხდება ხოლმე. ლაშე შენ რა სიტყვი, რას მიყურებ, რა ჩუმაძი ხარ? მითხარე რაღაც აბა. რა ვცდილობ ბოღმისგან არ გავსკდე და არ დაგეშვა აქ. მართლა ძალიან მაგარი სახლია. კი, ისეთი მაგარი არ ვეხლა აქ. პაატა და დოდო კი არა, პატრიკი და დომინიკი უნდა ცხოვრობდნენ. ხო, და შენ კარებში უნდა იდგე შვეიცარად. ლაშა რა არის? და ჩემო გია, მე ახლა ახალი პაატა ვარ. დაწინაურებული პაატა. და თქვენ ახლა უკვე შეგიძლიათ ჩემი ცხოვრების ბინძური დეტალების გახმაურებით გახდეთ პოპულარულები. აბა. არა პაატა, შენ ჩვენთვის ყოველთვის ძველ პაატად დარჩები, რომელიც არ არის ნორმალური. ვისკის დალევ? ვისკის? ვისკის დალევ? კი. დალევ? კი, დავლევ.
პაატათი დავიწყეთ ეს ევროინტეგრაცია, ხა? რა ჯიგარია რა, ეხლა მას ერთი კარგი გოგო უნდა და ეგ არის რა. კარგი გოგო მეც მინდა კი. აი. მადლობა. აბა. აბა. რაბა ლაშა, რა საკეთებ? რაბა ლაშა. ეს არის ვისკი და ნენენა უნდა წორპო, არა კამპოტი მით ჩაის ხა. აბა. რა დღეში ხარ შენ? ერთი წუთი დამაცადე. რა დღეში ხარ? გამაგებინა, რა დღეში ხარ? რა არის ლაშა, გადაწყვიტე რომ ბოჰემურად ვიცხოვრო. ბოჰემური ცხოვრება უნდა დავიწყო, აბა, იცი რა არის, რომ ფიქრდები ხო ძალიან მიხდება ეს ბოჰემა. ხო, ბოჰემა და ის ზოლიანი მაისური ჟირაფი რო ახატეთ. მეგონი მაისური უფრო. ვიკამათებთ. აი ხო, სანამ ვიკამათებთ. ვაიმე. ხო, აბა. ora აბა. აბა, რა უნდა დამეკითხა იცი? აბა, ძინებელში მაქვს ძალიან მაგარი რაღაცა. ნუ მოკლედ განათება დავაყენე ხმის სენსორებზეა რა, ხო ხტები და ან როცა ეტყვი, აინთება. როცა ეტყვი, შენ ჩაქრება, ხო ხტები? ხო, აი ესეთი რაღაცა, მაგრამ ხვალიდან უნდა შევცვალო. რატო? რა არის იგია გუშინ? მთელი ღამე ეტყობა ძილში, ხო ხტები? მაბოყინებდა რა, ხო. ხო და ერთი 10 ჯერ მაინც აინთო და გამოვიდა მაშინ ის. მაპატიეთ, ერთი წუთით. ხო მამიდა, ხო. კი სახში ვარ. არა მარტო არ ვარ. გია და ლაშა, ხო. გია და ლაშა, რა მოეწონათ? რას ქვია მამიდა, მოეწონათ კი არა, ერთ-ერთი მსუქანი დაიბოღმა კიდეც. ხო. გიაზე ვეუბნებ, გიაზე. კარგი მამიდა, კარგი. ხო მამიდა რა უნდა კითხო მართლა ის პულტო საქმეზე და ის ტაქსის მძღოლი პასუხობს. 5-ად ვერა, 4-ად გაგიყვანა. მართლა დამაინტერესდა მე? მე ის კაცი კარს უხურავს და ეუბნება, არა უშავს, სხვას გავაჩერებო. ხო. მე? მე საერთოდ ისეთი ადამიანი ვარ. ხო. არც სამსახურში დაგვიანება, არც სამსახურიდან ადრე წასვლა, არც ეგეთი რაღაცები მოკლედ არ მიყვარს. მე მეგონა ანეკდოტს აგზელებდი და მაგის მაგიბოდა? არა. მოკლედ ის მინდა გთხოვოთ, რომ შეიძლება დღეს ცოტა ადრე წავალ და ხვალ ცოტა დამაგვიანდება. რას ქვია დღეს ადრე წახვალ ხვალ ცოტა დაგაგვიანდება? სად მიდიხარ? ერთ ადგილას მივდივარ. ერთ ქალს უნდა შევხვდე და გელა, მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია. სამწუხაროდ უარი უნდა გითხრა. სამსახურის და პირადი გზნობების ერთმანეთში არება არ შეიძლება. ბოდიში. რატო, ბატონო პაატა? ყველაფერი გავაკეთე, რაც დამავალეთ. თქვენი კეტები გამოვცვალე. ხო. ის 2 კილო ალუჩა გიყიდეთ. ხო. და ისიც სამსახურის კიბეებით დავთვალე 37. 37-ია? ვა. ერთი რატო აკლია? ხო, კარგი, მოკლედ, კი ბატონო, მაშინ წადი გიშებ, ოღონდ გელა მანამდე დიღომში უნდა მასე იქნო, ხო? 10-15 წუთი მაქსიმუმ დამჭირდება მე. კაი. ბატონო პაატა, ის ანეკდოტი იცი? ვიცი, გელა ძალიან სასაცილო იქნება, პირდაპირ საქმეზე გადადი, ძალიან გთხოვ რა, ვიცი. ბატონო, რაღაცა მინდა გკითხო. აი, იმ ხალთან რომ მივალ, რა აუტანო, ხო ვერ მირჩა. იცი რა ადგილა შენ ისეთი ტიპის კაცი ხარ, წესით მოხარშული დედალი უნდა აუტანო. მოხარშული დედალი კარგია, მიყვარს. ხო, ისმის ხო, კარგია, მაგრამ არ შეიძლება და ანუ ყვავილები აუტანე. ყვავილები? ფული გაქვს? კი, 5 ლარი მაქვს. 5 ლარიანი ყვავილები უნდა უკიდო? ხო, აბა 10 ლარიანს ხო არ უყია. შარლის სტერონია. ალბათ არ არის შარლის სტერონი. კარგი, გიშებ, ოღონდ დიღომში სეირნობა არ დაგავიწყდეს. კი, ბატონო. კარგი. ურმეს მადლობა. კარგი, ბატონი ჩამოვა, კარგი. კარგად. დივან, მომისმინე, მე ახლა უნდა გავიდე. რაღაც პატარა საქმე მაქვს, 10-15 წუთი მეყოფ მაქსიმუმ დავბრუნდები, ხო და რო შემოვალ. მაგიდაზე გასათრელი ფანქრები დამიტოვე, ახლები, კარგი? ხო. და გელას უთხარი მძღოლს რო ჩამოდის პაატაო, კარგი. და დივან არაფერი. მეგელა, ხომ გითხარია რა სახში არა მომაკითხო თქო არა? მეთქი იმას გავუკეთებ მეთქი, რა ქვია იმას, სუპრის. გელა, რა საკეთებ გელა? რა საკეთებ? ქეჩებზე რატო არ გიხარ?
რამდენჯერ გითხარებო? სამზარეულოში ხო ონკანი კარგად მოუჭირებით კი ონკანს, ხო? ვაიმე, ღია დამჩა? ხო, ღია დარჩა, ხო. გამოვაკეთ ეს ფანჯარა, გამოვაკეთ, თორე ლოყები როგორ თაწეთრებული ვერ ხვდებით? ამიდა. გელა. ეხა მომისმინეთ. იცოდე არაფერი არ დამიმალოთ. არაფერი არ დამიმალოთ. რა სიტყვით, როგორ მოგწონ ჩემი ახალი თანამდებობა. გადასარევი. მეც ეგრე მეკონა. მადლობა. რა გემრიელიმურობა, მამიდა. გელა, შენ აქ რა საერთოდ? სტუმარი მოგივიდა, მამიდა გენაცვალოს მე გავალახელ და ხეს აღარ შეგიშვით. რა იცით ეს ამ საქართველოში რა? დაინახავთ ქალს და მამაკაც ერთად და დაიწყებ ჭორაობას, გარჩევას, მითქმა მოთქმას, რაღაცებს ფიქრობთ, ეჭვის თვალით მიყურებთ. არაფერს, ისევ დგავარო. გელა, აქ რა საკეთებთ კი? ხოლდილით ხო უნდა გამომევლო თქვენთვის და დასაყოვნად კი მე? ხო. მე ვიფიქრე ცოტა ადრე მოვალ რომ არ დამაგვიანდეს. გელა, გეკითხები, ეხლა და მიპასუხე. აქ რატოდ გახარ გელა? აქ. კონკრეტულად ამ ადგილას? ისე არაფერს. ანუ? დიახ. ანუ დიახ რა, დილით რომ მეუბნებოდი რომ ვიღაც მომწონსო? რისი თქმა გინდო რომ ის ვიღაც მე ვარ? რა თქვენ? მე მეგონა მამიდა თქვენზე იფიქრებდით. კი, მამიდა ჩემზე რატო უნდა მიფიქრა, მითხარი. ჯერ ერთი მე მამიდა ჩემზე ბევრად ახალგაზრდა ვარ, ბევრად სიმპათიურად. ხო, და ჯერ ესეთი პაემანზე თუ მიდიოდი, აქ რა გინდანაც გიკითხები? არა, უბრალოდ შემოვიდი მეკითხა. ხო კარგად გამოვიყურები. ყვავილები ხო კარგია, ხო მიხდება. კარგი რა გელა რა. ყვავილები და ბამბის რა არის, რა ქვია, შამპანური, ბამბანდერკა ვერ იყიდე? ბამბანდერკა არა. არის ხო კარგი ბამბანდერკა. ხო? წავალ ახლა მე და. მოიცადე, მამიდა. ძალიან ხო შეხედე რა. აი ქალს რო ეს მოეწყო. გია, რას გავს აქაურობა რა? ორი თვე ვერ მორჩები ამის დალაგებას. აი, ნამდვილად არ მეგონა რა, მაგრამ რომ უშენობა ასე გაგვიჭირდებოდა რა. მართლა რას გავს აქაურობა რა? ძალიან არეულია ყველაფერი რა. შენი ოთახი ისეთი დასალაგებელია, ამის ლაგების თავი არ მაქვს ეხლა და ხორჯობი ამოვაშენოთ. შენ ბეკას ოთახი უნდა ნახო, რამდენი მტვერია. იმას რომ მოწმენ, დარწმუნებული ვარ 10-15 კვადრატული მოემატება ოთახი. რა ეს ჭურჭელი რა არის, რას გავს რა? ისი რა, მარტო გასარეცხი კი არ არის. შეურაცხყოფილიცაა. ბექუნა სად არის? რა ეს ისეთი რაღაცეები ეს რა, მეგონი ნაგავს გავაყოლე. კარგი, ხო, გეხმარები. გასარეცხები შეიძლება სადმე. მიხეთ ქავგულს რა. აი ეს რა არის რა, ოთახში მაინც შეგეყარათ. ამასაც ხომ მე არ ვჭირდები არა. ცადე კაცო, ცადე, მაგრამ ადგილი აღარ იყო. მართლა არ არის ადგილი. გია, ეს სოუსი აქ რატო ასხია? რაც შეეხება სოუსს. ეხლა უყურე, აი სანამ ეგ სოუსი მანდ აღმოჩნდებოდა, თვითონ იატაკი იყო მოსაწმენდი სხვათა შორის. ხო და მე და ბექამ ეს რომ ნახეთ, გადავწყვიტეთ რომ შენი გაკეთებული სოუსი მანდ მოგვესხა და გვეგონა რომ მე ლაშა შემოვიდოდა და ყველაფერს ალოკავდა, მაგრამ არის გადავაშვა. საერთოდ რას ჭამდით შენ და ბექუნა? ყველაფერს მან. რას ნიშნავს ყველაფერს? კი, ეხლა არ მითხრა ის გაფუჭებული კარტოფილიც შეწვით და შეჭამეთ. მარინა, ყველაფერში მარტო გაფუჭებული კარტოფილი არ შედის. გეუბნები, ყველაფერს ჭამდით. სოდა, საფუარი, ზეთი, ზარი. მოკლედ ყველა. ლაშობი და შენ ისევ ნინოს გამო ხარ მოწყენილი?
კი. ისეთი მოწყენილი ვარ, რომ ვერაფერი ვერ გამახალისებს. ვერც სარდელი? ვერც სარდელი. შეგვიძლია ნახე? დადან! სარდელი. დედამ დაგიტოვა, გაიხარდებაო. აი, ხედავ, ელენეს გავახსენდი. ნინოს კი არც გავხსენები ვარ, არც კი დაურეკავს ჩემთან. მე მგონი პირიქით ახსოვ ხარ და იმიტომ არ გირეკავს. შეიძლება ვახსოვ არ კიდეც, მაგრამ ჩემ თავს ვასიკო ამჯობინა. ვასიკო. კიდე გაშტერდა რა. და შევიძია ცუდად არ გამიგო, მაგრამ ერთ შემოგარტყავ რა. რასიზა? შემოგარტყავ. შემომარტყავ კი არ წესია დილაპარაკი. პანჩური. რა პანჩური გადი იქით, კაცო. ერთი წკიპურტი. წკიპურტი იქნება ეხლა მართლა და. ერთი მარტო ერთი რა, ერთი. წესიერად. რო გიჩქმიდა? რა უნდა მიჩქმიდო, კაცო, შენ? აუ გეხოცები რამეს გიზეო რა. არა, ვეუბნები ელენეს, ვეუბნები რომ დიდხანს ნუტოვებ მეთი ამბავს პაატასთან, მაგრამ არა, აჰა. შენ ბევრს რო ტლიკინებ აქ, იმეცადინე, ჰა? არა, ლექსი მაქვს სასწავლი, მაგრამ ისეთ ცუდ ხასიათზე ხარ, სასწავლად გული არ მიმიწევ. კარისკენ ხომ მიგიწევს გული, ხო და მიდი გააღე ხლა. კაი. ხო, როგორ შევთანხმდით, ხო? ხო, ნახოთ რა. ხო, დილით როგორც მოვილაპარა, უნდა შეიცვალოს ახლა. კაი. ხო, დურო მომისმინე ის არაფერი. 3-ისთვის იყოს ყველაფერი, კარგი? კაი, დურო, კაი. კაი. გამარჯობა მეზობლებო, გამარჯობა. ბავშვი შეგიძლია ერთი ჭიქა წყალი მომიტანო. ოღონდ ოთახის ტემპერატურაზე იყოს გამთბარი და 2 ყინული ჩავაგდე. კარგი? კარგი. პატა, ეს დაცვაში დაიწყე მუშაობა? მარტო იმის ბრალი კი არ არის, რამდენიმე დღე დედაჩემთან რო ვიყავი წასული. ეს არის შენი უმუშევრობის და უსაქმურობის ბრალი. აღარ იცი რა აკეთო და აი. არგი და მაგრამ ხო გითხარი, როგორ რაღაცას ველოდები და იცი, მითხარი. და იმ რაღაცას ელოდები პაატასგან. და პაატამ რომ ვინმე სამსახური დააწყებინოს, ესეთი რამე ჯერ არ გამიგია და რანაირად ხარ მაგის იმედზე? მარინა, ქვეყანა ასეთი პარლამენტის იმედზე და ეხლა მე რა უფლება მაქვს? პაატას იმედზე არ ვიყავ. ისე მითხარ რა, დავიჯერე რა. კაცი დააწინაურეს, კაცო, სამინისტროში მუშაობს. იცი რა მაგარი რემონტი გავუკეთებია თურმე? ხო და ცოტა ხანი დავედოთ, რაღაცა იქნება. გია. იცი რა, მე მაინც ვფიქრობ, რომ სხვა რამეც უნდა ცადო შენ. აი ფიზიკა ხო იცი კარგად. ფიზიკა ვიცი. ხო და მოგიყვან ვინმე ბავშვს და მოამზადე დამატებითი შემოსავალი გექნება. აი რა ბავშვი, მარინა, ამას ინად კვერცხი ვერ მოამზადე წესიერადად. და სამფაზიანი